მოგესალმებით პირველ რიგში. ეხა გამოვედი სახლიდან, მივდივართ საფრანგეთისკენ, უნდა გავუარო ჯერ ძმაკაც და მე წავალთ პირდაპირ საფრანგეთისკენ. გერმანიაში არ არის ნებადართული ღამე კარვით სადმე დარჩენა, ანუ შეგიძლია მხოლოდ და მხოლოდ კემპინგის ადგილებზე ღამის გათევა. ის შეგრძნებები არ გაქვს, რომელიც აქვს ღამე ტყეში დარჩენას. შესაბამისად მოვიძიეთ ინფორმაცია და ვნახეთ, რომ საფრანგეთში შეიძლება რაღაც არის გარკვეული ადგილები, სადაც შეგიძლია რომ დარჩე, მთავარია არ დარჩე დაცულ ტერიტორიებზე. საფრანგეთთან ვცხოვრობ სადღაც 160 კილომეტრში, მაგრამ ჩვენ სადაც მივდივართ არის დაახლოებით 250 კილომეტრი. საკმაოდ კარგი იქნება, მე მგონი ძალიან დიდი ხნის მერე საქართველოში საკმაოდ ხშირად დავდიოდი ხოლმე. ძალიან დიდი ხნის მერე მივდივარ ტყეში კარვით დასარჩენად. რა თქმა უნდა, კარვით ვჭებოდი ხოლმე, მაგრამ ამ კემპინგის ადგილებზე და არც ისეთი არა აქვს ისეთი გზნობა რა, ასეთი შეგრძნება გაქვს, რომ ქალაქში ხარ სადღაც და სკვერში გაქვს გაშლილი კარავიდან. დღეს შევხედავთ, აბა რა იქნება საფრანგეთი როგორია და თუ მოგვეწონება, ალბათ ხშირად ვივლით ხოლმე. მოვედით ძმაკაცთან, ბატონ დათოსთან მოვედით. ველოდება უკვე ჯიგარი. დაროვა, ჯიგარ. დაროვა. როგორი ისახა მომზადებული? მამა რა ვარ. ოპა. ძმა და კაციც მოვიდა. გავიყინებით? გავითოშები. ეხა ვუახლოვდებით საზღვარს და ესე იგი გზაზე იმდენი უბედურება იყო, რამდენი ავარია იყო, ეხა იქით ამ ხარეს ავარია არის. მე მეორე კამერაში გამოჩნდება, იქ ძალიან ბევრი მანქანები არის გაჩერებული. 1-6 მანქანა იყო, ცოტა წინ 1-2 კილომეტრის იქაც ავარია იყო და საცობებში ვდგავართ, რავი, ძალიან კაი ხანია რა. 35 კილომეტრში უკვე გადავალთ საზღვარზე და მე მალე უნდა მივიდეთ ადგილამდე. ჩანაფიქრი იყო, რომ ვითომ დღის შუქზე გვინდოდა გაგვეშალა კარვები, მაგრამ არ ამგონია გამოვიდეს, იმიტომ რომ მზე უკვე ჩადის ვინდდება. მაგრამ ფანრები გვაქვს 6 ფანარი გვაქვს. არა? 5-6 ფანარი. მე წელი. მე მაქვს 5. ეხლა ხანს გადმოვედით საფრანგეთში და აი ნიცლია რაღაცა უბედურება. თან მზიანი ამინდიდან უცებ შემოვედით ისეთ ნისლში, რომ რავი ეგეთი გადასვლა არ მინახავს, რავი გერმანიაში მე მგონი ეგეთი გადასვლა არ მინახავს. გადავაგდოთ ხო? აქ შევეჩურთო? აი აქ შევეჩურთი. აქ ზადიჩები. ზადიჩევიდე? არა, ვერ დავინახა, უნდა მიკარნა. აბაში ესე მიდი და ზადნით მაჩი. იდე? გავასწორო? დაახლოებით 1 საათია მოვედით. ცოტა გავისტრესეთ, იმიტომ რომ ადგილი რომელიც ვიპოვეთ, ანუ თავიდანვე ნაპოვნი გქონდა, იყო ძალიან გერმანულად, ან ქალაქში იყო და არ გვინდოდა იქ დარჩენა, იმიტომ რომ ქალაქთან იყო რაღაც პარკინგი და მოვედით ეხა ესეთ უღრან ტყეში, ცოტა დრო წაიღო ძებნამ, მაგრამ კაი ადგილი ვიპოვეთ. და ესე დავბანაკდით. დათოხოძეა. გამარჯობა. გრილი არის, ხორცი არის. შეშის ფეჩი გუგუნებს. ეს ჩემი გაკეთებული შეშის ფეჩია სხვათა შორის.
პატარა სუფრაც არის, კარავით გავშალეთ. აქეთ სკამებიც გვაქვს. მე მგონი არც ეგ აი ადგილია, იმიტომ რომ აქ ეგრევე ტყეში გზა გადის. თუ იმდენად მივარდნილში ვარ და ისეთებში ვიარეთ, რომ არ ამგონია ვინმემ გამოიაროს, მაგრამ შევხედავთ რამე პრობლემა თუ შეგვექნება, კი გაგაგებინებთ. ან შემოგვიგზავნით მე რაღაცებს. როგორ აკლაში. ახალი განათება გვაქვს. განათებაში ბატარეები დავცვალდეთ, ესე იგი, აი. ოპა. თავზე განათება, თავზე განათება, ხეზე განათება. მაგრამ ძალიან აცივდა რა. ეხლა უკვე მართლა მაგრადაცივდა. მაგიტომაც აქაც ცეცხლი დავანთეთ, ხორცი რა კი შევწვით, აღარ გვჭირდება და აქაც ცეცხლი გვინთია და აქაც ცეცხლი გვინთია. ეს თუ რამე შვება კაცმა არის, მაგრამ გამოდგება რამეში. ხოსროლები ისმის და არ ვიცი ვის ესვია. ესვია. მე გამოგვიჭახუნონ. 21. ან საღამოს 9 საათია და ეხა თუ ესე ცივა. შესაბამისად გამთენისა სერიოზული მინუსი იქნება. რამდენი გრადუსია? 2 გრადუსია. პლუსი? ხო, ჯერ პლუსი. ესე იგი 2 გრადუსი თუ ეხლა არის, სადღაც 12-ისკენ 0 უნდა იყოს. 12 პირველისკენ 0 იქნება და მე უკვე კიდე ქვემოთ წავა რა. ყველა ცუდი არის ხოლმე ესე ტყეში და მთაში. აი რაღაც გარიჟრაჟი. და გარიჟრაჟი ზამთარში 5-6 საათი რა. ყველა ცუდი არის მაგ პერიოდში და აქაო არ მესადა. არა, გლების და ეგეთი რაღაცის ხო, ეგ საქართველოში იყო ხოლმე. ხო, ევროპაში უფრო არ არის რა ეგეთი რაღაცეებზე საში. საქართველოში არის ხოლმე აი ალგეთის ხეობაში ან სიონშიც ძალიან ბევრია. სიონშიც არის ხოლმე რომ გერმანიაში არა. კარგი, საქართველოში ხმები უეჭველი გესმის რა, ანუ ესე რორჩები ხმები გესმის. და ევროპაში იმდენად ყავთ გამოხშირული რომ აღარ არის მასე მტაცებელი ცხოველი. ეს რაღაცები. კი, აკავატორი ცალი და დათვი არის. რა დათვი არის? სადა? არა, გერმანიაში დათვი. რა 1-2 ბაიერნში სადღაც უღრანტეში. ნუ ევროპაში ნადირს ვერ ნახავთ რა ესე და თან მით უმეტეს როცა ცეცხლი გინდიათ ხმაურია და ადამიანის სუნს გზნობს ეგრე არ მოდის რა, არც საქართველოში არ მოდის და არც ევროპაში. ვაიბედი და დავბერდი. ასაკი შემომეპარა. ბოლოს ესე ლაშქრობაში ვიყავი, ესე იგი საქართველოსთან სანამ წამოვიდოდი. ბოლოს ჩემს ვაკაცებს თხოვე რომ ეგ სურვილი მაქვს მეთქი სანამ საქართველოსთან წავალთქო რომ წავიდეთ მეთქი ლაშქრობაში. თქო და მაშინ ვიყავით სიონში და იქ იყვნენ ძალიან ბევრი მგლები ეგ მახსოვს. ვაიბე. სასურველო ნომერი. აი ესეთი არის ჩვენი კარავი მოკლედ. ესე გვაქვს გამზადებული. მე მგონი რომ ძალიან არ უნდა შეგვცივდეს, მაგრამ მაინც გაანალიზებული გვაქვს რომ შეგვცივდება. ეხლა სანამ დავწვევით ცოტა რამეც ხელს დავლევთ, ეს ღუმელი წავანთეთ, წყალს ვაცხელებთ და იმედი გვაქვს რომ არ გავიყინებით. დათო ვერ მოთავს და ვერ მოვთავს. მოკლედ დავწექით რა ეხლა შემოვედით კარავში და ჯერ დათო შემოვიდა იყო საშინელი სიცივე კარავში. ეხლა არის -2 გრადუსი ხო სადღაც. ხო, შეიძლება მეტიც არ ვიცი. ნუ ყველაფერი გაყინული იყო ყოველ შემთხვევაში და ეხლა გაჩვენებთ რაღაცას
რაც ნუ მაინც და მაინც არ უნდა გააკეთოთ. მით უმეტეს თუ ძალიან ღრმა ძილი გაქვს, რა ცოტა ხიზელი ძილია საჭირო და ეს რაღაც გააკეთებ და იძნებ ყარავში თბილად. მაგრამ მართლა ანუ ცოტა ხიზელი ძილი არის საჭირო, იმიტომ რომ კარგად უნდა შეამოწმოთ, აი რამე არ ედებოდეს შეშის ღუმელს, თორე ეგრევე დაწვავს რა. და არის იმის შანსიც რომ მე რის შანსია დათო? რის შანსია და აქედან გაქცევის, რავი თუ მოასწარი. მწვადის შანსია დათო, მწვადის. და შეიძლება დაიწვას მოკლედ კარავი რა და მთლად სახარბიელო არ არის ამის გაკეთება. ძილნებისაც მობილო. შევხვდებით ხვალ დილით. ან შუაღამეს რო გავიყინებით მაშინ. დილამშტობისა. ეხა არის მასუკლია 20 წუთი რა. და უკვე იქ ჩუქი შეინიშნება. 15 წუთია უკვე ინათა. გაიღვიძა დათომა კაროჩე და აბა შენი რეაქცია გაიხეთ გამოიხედე. ვაიმე. არა ეს აქეთ ოკეი, მაგრამ იქითაა გადაობა, ანუ აქ არის ეგრევე ფერდობი მიდის რა. ხოვით ხარ მაღაზიე ვარ. ძალიან მაღალზე ვარ. ჩავლაგდით დავემზადეთ და ეხლა გავდივართ უკვე წელი გუშინ ღამე ამოვედით აქ და გვინდოდა წესით აქ დარჩინა, იმიტომ რომ სურათში ვნახეთ რომ აი ეს კარავი იდგა აქ და გვეგონა რომ სხვაებიც იყვნენ კარვით და შეიძლება დარჩინა და ცოტა შეგვეშინდა მე რომ დავინახეთ რომ ეს კარავი ისევ იდგა, იმიტომ რომ ფოტოებში ვნახეთ რომ ეს კარავი ოდესღაც იდგა და ეხლა დღისით ვნახეს და ანუ ძალიან ბრუტალურად გამოიყურება ღამე, მაგრამ ქვის კარავი რატო რა ჯანდაბა რაღაც მონუმენტია აშკარად რაღაცა ეგეთი აი აქ შეიძლება დარჩენა შიგნით ჩვენივადაა გაკეთებული დავბრუნდით გერმანიაში ეხლა მივდივარ სახში ჯამში
ძალიან ნაყოფიერი ორი დღე იყო, კარგადაც გავერთეთ, ვისიამოვნეთ. ძალიან ყვაყოფილები ვართ მოკლედ ორივე რა. ჯამში ძალიან კაი დღეები გამოგვივიდა. მოკლედ იმედია მოგეწონათ ჩვენი ვიდეო და მომავალშიც საკმაოდ საინტერესო ვიდეოებით შემოგიერთდებით და მოგაწოდებთ ძალიან ბევრი ინფორმაციას. თუ რამე კითხვა გექნებათ ჩემთან დაკავშირებით ან ჩვენს აქტივობებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ უბრალოდ კომენტარი დამიწეროთ და ყველანაირად ვეცდები რომ ყველას უპასუხო. მადლობა.